როგორ გადავამოწმოთ ფაქტები OSINT-ის ტექნიკით? ფაქტების გადამოწმება ყოველთვის იწყება კითხვით, მართლა ასეა? ვიღებთ კონკრეტულ განცხადებას, ფოტოს, ვიდეოს ან სტატიას და პირველ რიგში ვაკვირდებით იმ დეტალს, რაც საეჭვოდ ჩანს. ვთქვათ, გვაჩვენებენ ფოტოს, რომელიც თითქოს ახლაა გადაღებული კონფლიქტურ რეგიონში. ვიღებთ ამ ფოტოს და Google Reverse Image Search-ის ან TINA-ის მეშვეობით ვამოწმებთ პირველად როდის გამოჩნდა ეს ფოტო. აღმოჩნდება, რომ იგივე ფოტო დაუშვათ 5 წლის წინ სხვა კონტექსტში გამოყენებულა. შემდეგ გადავდივართ ტექსტზე, ვტირთავთ invite-ში, ვეძებთ ჩანს თუ არა ვიდეოს წყარო, ავტორი, აღწერა, ვცდილობთ გავიგოთ ვინ ავრცელებს მას. შემდეგ გადავდივართ Wayback Machine-ში, საიდანაც ვამოწმებთ რა შეიცვალა ვებსაიტზე, როდის მოხდა შინაარსის ცვლილება და როგორი იყო წარმოდგენილი ის წარსულში. ამას ემატება Whois Lookup საიტის რეგისტრაციის მონაცემები, კომპანია, მფლობელი, ლოკაცია, ბოლოს კი სოციალური მედია, Twitter X-ზე, Reddit-ზე ვაკვირდებით, როგორ ვითარდება ეს ინფორმაცია, რა ტონალობითა და სიხშირით იზიარებენ მას. OSINT-ის სწორედ ამ ნაწილების შეკრება, რომ საბოლოოდ ჟურნალისტმა იცოდეს, ეს ფაქტია, დეზინფორმაცია თუ მანიპულაცია.